ეხლა გავაკეთოთ რვიანი. რვიანს ვიწყებთ მარჯვენა მხრიდან. გარე ჯოხებთან ესეთ რომ ახლოს იმოძრავო მაქსიმალურად, ანუ მანქანის ხვირი რო ასდეს. ბოლომდე ატრიალებ, მაგრამ როდესაც ხვირი უკვე აცდება მანქანის ხვირის გვერდით მხარე ამოძრავე ჯოხებთან ახლოს. მაქსიმალურად შეგიძლია რომ შეანელო მანქანა, ოღონდ ეცადე რომ არ გააჩერო. რადგან გაჩერებაზე ხუთი კულა გაგალდება. ბოლომდე მიაყოლე ხოლმე გარე ჯოხებს, ეხლა აქეთაც ანალოგიურად გააკეთე, თუმცა აქეთ ნახე, მარჯვენა მხარეს ხო არის ჯოხები, შენზე ხარ მარცხენა მხარეს, ხო ეგრეა და კარგად არ გიჩანს. ამიტომ შეგვიძლია ეს მომენტი სარკეთაც გააკონტროლო, სარკეში რო გაიხედები, ხო გიჩანს ხაზები და ჯოხები. არა ხარ ახლოს, ხო ეგრეა, მიდი იმოძრავე, თუ შეატყობ, ზედმეტად ახლოს უახლოვდები, მე მარჯვენა მხარეს დაატრიელებ და მოშორდება. ოღონდ სარკეში 2 წამზე მეტი არ გაიხედო. ეხლა გავაკეთოთ მოძრაობის მიმართულების შეცვლა, ანუ ჩიხი. მარჯვენა მხრიდან შევდივართ. მეორე ჯოხს რომ მიუახლოვდება, ანუ რომ გაცდება სარკე, მარცხნივ ბოლომდე ვატრიალებთ. მივდივართ ჯოხებთან მაქსიმალურად ახლოს, კიდევ მიდი. ვაგდებთ რევერსში. მარჯვნივ ვატრიალებთ ბოლომდე საჭეს. ვიწყებთ მოძრაობას. გასვლის დროს რომ დავრწმუნდებით, რომ ჯოხებს არ მოვიდებით, ვაგდებთ რავში და გავდივართ. ან დავაკვირდებით ბოლო ჯოხს, აი ეს ბოლო ჯოხი რომელიც არის, დაახლოებით შუა ადგილას, ან ცოტა იქით მარცხნივ დასაწყისში რო გვექნება, უკვე აღარ მოვიდებით. მარცხნივ ვატრიალებთ ბოლომდე და გავდივართ. ეხლა მეორე პარკირება გააკეთე.